ქართული თეატრის ყველა წარმომადგენელს მთელს საქართველოში ულოცავ მათ პროფესიულ დღეს და ჩვენი ქართული თეატრი ყოფილიყოს უფრო ძლიერი და უფრო ამაყი ვიდრე არის და მადლიერები ვიყოთ იმისა, როგორიც არის. იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს უკან. გილოცავთ ყველას, ჩვენს თეატრს, ჩვენს ბოლნისის სახალხო თეატრს და მის მაყურებელს, სიკეთის და წინსვლის წელი გქონოდეს. იანვარი გახლავთ ქართული თეატრის დღე. პირველ რიგში აუცილებლად მინდა მიულოცო ყველა თეატრალს და რა თქმა უნდა ბოლნისის მუნიციპალურ თეატრს ჩვენს არაჩვეულებრივ და უსურვო თეატრალურ სფეროში და მოღვაწეობაში დიდი წარმატება, ბევრი პრემიერა, ბევრი აპლოდისმენტები და სითბო ჩვენი ერთგული მაყურებლისგან და ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღე ქართულ ისტორიაში და თეატრის ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის განსაკუთრებულად ასმაგად მნიშვნელოვანია. დღეს ყველა თეატრალები ერთსულად ვერთდებით, ერთი განწყობა გვაქვს, ერთ სიხარულს, ერთ ბედნიერებას გვგრძნობთ და გვიხარია, რომ რაღაცნაირად დაფასებულები ვართ ჩვენს ქვეყანაში. 1850 წლიდან ზეიმობს ქართული თეატრი ყოველდღიურობას და განსაკუთრებით იმ 14 იანვარს, როცა ვთქვათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული თეატრის დღე გახლავთ. მე თუ მკითხავთ, ყოველდღე ქართული თეატრის დღეა და ისეთი სფეროა და ისეთი იდენტურობა გამოიჩინა თვითონ ქართულმა სიტყვამ ამ მიმართულებაში ხელოვნების თეატრს გულისხმობ, რომ ძალიან დიდი ისტორია, ძალიან ნაყოფიერი ისტორია აქვს და ფაქტიურად ბევრ ტიტანურ ნაშრომებთან გვაქვს საქმე ამდენი ხნის მანძილზე. უამრავი რამ მსმენია თუ როგორ იყო, როგორ განვითარდა, რამხელა გზა გამოიარა თავად ამ თეატრმა, რამხელა ქარიშხალებს და კატაკლიზმებს გაუძლო, რამდენი ცვლილება მოხდა მასში, ხან აღმართით, ხან დაღმართით, თუმცა ბოლნისელი მაყურებელი ყოველთვის საზრდოობდა იმ დიდი სიკეთით, რასაც ქვია ადგილობრივი დასისყოლა და შენი მეგობარი და შენი მეზობელი და შენი ოჯახის წევრი რომ განასახიერებს სცენაზე როლს და თან ძალიან კარგად ეს ხაზგასასმელია რომ ყოველთვის დონეში იდგა ჩვენი სცენა და არასდროს უწოდებია ბოლნისის მაყურებელს და ბოლნისის თეატრს ღონისძიებისთვის სპექტაკლი. ანუ ეს სწორად მინდა რომ გავიგოთ, იმიტომ რომ ღონისძიება სპექტაკლებში არ თვლით და არც ითვლება და ეს რადგან სახალხო თეატრი გახლდათ და გახლავთ და ინარჩუნებს იმ ძველ სახეს, პირვანდელ სახეს, აქ მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის ხალხი. საერთოდ სხვა პროფესიის ხალხი, თუმცა მათი გამაერთიანებელი იყო სცენა და არაჩვეულებრივად ართმევდნენ ამ ყველაფერს თავს. არასდროს დაბლა არ მიდის და მატულობს ეს ტეტები. ნელა, მაგრამ მაინც მატულობს. თან ისეთი გამოწვევების წინაშე ვართ, როგორც არის ძველი რაღაცნაირი სისტემიდან ციფრულ ტექნოლოგიაში გადასვლის, საერთოდ სულ სხვა მოწყობა უკვე ტექნიკური მონაცემების. მოყოლის ენა, საუბრის ენა აჩქარდა. მაყურებელს აღარ უყვარს 3 საათი ვთქვათ, ხო? ესეთი ყველაფერი ითხოვს უფრო მეტ ყურადღებას, უფრო მეტ მობილიზირებას, მეტ ტრანსფორმირებას. ყველაფერი მეტი სჭირდება. რო გთხოვს ამას და ბოლნისის თეატრის რა თქმა უნდა ვიტყვი რომ ამ ხელშეწყობას კიდე არ ყოფნის მხოლოდ სურვილი. ამაში რიგი ამბებია ჩართული ქალაქის მუნიციპალიტეტი, დასი, ტექნიკოსები, თან ჩვენ მარაგდებით ყველა ადგილზე ხომ არ გვყავს, ანუ კრეფსიტის სახე გვაქვს, რომ სხვადასხვა ქალაქებიდან სხვადასხვა საქმის გამკეთებლები მოგვყავს, თქვათ, რომ მერე საერთო სახელით ვითამაშოთ და ბოლნისური პრემიერები და სპექტაკლები შედგეს.
მაყურებელს ბედნიერება ალაკლია ჩვენს თეატრში და ჩვენ კიდე მათი ოვაციები არ გვაკლია და ის საფეხურების გავლა ვთქვათ რომ დობა მოიპოვა მაყურებელში და იარონ შენთან ეს თეატრმა გაიარა უკვე ხან თავარია ეს დაასტაბილუროს და დავალსახელოს შესთავაზოს თქვენ თავი წარმოგიდგენიათ თეატრის გარეშე? ვერანაირად. არაფერი არ მეხერხება. ეს ბევრჯერ მაქვს ინტერვიუებში ნათქვამი, რომ მე არაფერი არ მეხერხება თეატრში სცენაზე დგომის გარდა. აი ნატურა თუ გამოცვალე მარტო სახში ეგ არის დექსი. მართლა არაფერი არ მეხერხება. ანუ დიდი როლი უკავია რატო რომ არა თეატრი ალბათ, რომ არა თეატრი, მე ალბათ მუშაობი ვიქნებოდი. არ შემიძლია სხვა არაფერი. დაწერა თავის ისტორია ბოლნისის თეატრმა. ძალიან დიდი ისტორია დაწერა. ძალიან დიდი ისტორია დაწერა და აი მე დაგისვამთ ახლა მოდი შეგეძლოს. აი რომ არა ბოლნისში თეატრი. აი რა იქნებოდა რაიონის ცხოვრება. ფერკურსალი. ხო მასია. აი რა გვაქვს მე არავის არ ვაკნინებ აბსოლუტურად კულტურის სახლი არსებობს, თოჯინების თეატრი არსებობს, მუსიკალური სკოლა არსებობს. ყველას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ამათთან ერთად რომ არ იყოს აი ჩვენი თეატრი. რაღაცნაირად ხო გახალისებთ, რაღაცნაირად ხო რამას განწყობას გიქმნით წელიწადში 4-ჯერ იქნება, 5-ჯერ იქნება, 6-ჯერ იქნება, მიდიხართ, ფიქრობთ. ხო გაძლევთ რაღაცა საღამოებს, ხო გჩუქნით ლამას საღამოებს, ხო? აი რომ არ ყოფილიყო ჩვენი თეატრი. რა იქნებოდა ბოლნისის ცხოვრება? მე ვფიქრობ, რომ მართალი ცოტა ფერფლი იქნებოდა. მე ამაყი ვარ იმით რომ ამ დიდ გზაზე ერთმა ის ბედის გვაგინა რომ პატარა ჩვენი წვლილიც იყოს და გამარჯვება ის რომ ჩვენს თეატრს 80 წლის თავზე დილის თავზე ეს დიდი აღიარება ეს არის დაფიქსირება იმისა რომ ის არის არსებობს კმედითია და დიდი ისტორია აქვს და 80 წლის თავზე რომ ვარსკვლავი გაიხსნა ბოლნისის თეატრის ეს იმას ნიშნავს რომ მისი არსებობა განათლებულია და მიტანილია გულთან და იმ რაღაც სიასთან, ვთქვათ, რომელიც ნიშნავს, რომ მოქმედი თეატრია და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაინც გვაქვს ადგილობრივ საკუთარ მაყურებელთან, ქართველთან გვაქვს, იმიტომ რომ იმას წინა ნანახიათ ახლის მოლოდინში აუცილებლად შეადარებს ახალ წინას, აუცილებლად ეს ბუნებრივი ამითი ვცხოვრობთ, ამითი ვცოცხლობთ, რომ მუდმივი კონკურენცია გქონდეს საკუთარ თავზე. რომ მოდუნების საშუალება არ იყოს.